ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელიც ხაზგასმით მინდა ვთქვა, ზოგადად ეს ქვეყანა ის ქვეყანაა, რომელიც იმახსოვრებს სხვა ქვეყნების მისი აზრით, ანუ შეერთებული შტატების აზრით, სუდქმედებებს, გულში იტოვებს, ვიტყვი ასე, და მერე როცა საჭირო არის ხოლმე, საჭიროდ მიიჩნევს ხოლმე, ამოხეთქავს და ამ ბევრ ქვეყანას, მათ შორის პარტნიორებსაც, ან უთითებს არასწორ ქმედებაზე, ან დასჯის ხოლმე, ან მისხიპავს, ან გარკვეულ რეგულაციებს დააწესებს. კვლავ ვიმეორებ, მისეული გაგებით თუ არასწორად ქმედებს რომელიმე ქვეყანა, შეერთებული შტატები დაუნდობელია, შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდება ხოლმე მისი დაუნდობლობა, მაგრამ მაინც ვაშინგტონი დაუნდობელია. თუ ვიქნებით გულახდილები, მით უფრო ამგვარია ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ლიდერი, პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც პრეზიდენტი იქნება 2028 წლის ნოემბრის დასაწყისამდე, ხოლო ოვალური კაბინეტიდან გავა 2029 წლის იანვრის 20-ში და ეს ადმინისტრაცია ამით შეიძლება სულაც არ დასრულდეს რამდენადაც ვიცე-პრეზიდენტს დღევანდელს ჯეი-დი ვენს, ან შესაძლოა მარკო რუბიოსაც, ისიც არ არის გამორიცხული რომ იყოს კანდიდატი, აქვს საკმაოზე მაღალი შანსი, რომ ტრამპის პოლიტიკა ოდნავ სახეცვლილი შესაძლოა, ოდნავ კორექტირებული შესაძლოა, მაგრამ განაგრძონ 2029 წლის იანვრის 20-დან შესაბამისად 2033 წლის იანვრის 20-მდე და შეიძლება კიდევ იქითაც, ანუ 37 წლამდე 36-37 წლამდეც კი გაგრძელდეს ეს პოლიტიკა, რომლის მოთავეც, რომლის ფუძემდებელიც რასაკვირველი არის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ის ძალიან ფიცხია, ის ძალიან სულსწრაფია, ის ძალიან ენასწრაფია, ის ძალიან მძიმე ენიანია და ხანდახანზე ხშირად არც ერთ ჩვენგანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის არც საქართველოში არ მოგწონს ხოლმე პრეზიდენტ ტრამპის ეს ხისტი განცხადებები, მაგრამ თუ გულახდილები ვიქნებით, პრეზიდენტ ტრამპის ლოგიკა საკმაოდ სწორი, ან ერთგვარად სწორია, მაშინ როდესაც გერმანიის ლიდერი, ან ბრიტანეთის ლიდერი აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში, ირანში, ორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესები არ არის მათი ომი და გერმანია, ან ზოგადად ევროპა და ბრიტანეთი ამ ყველაფერში უბრალოდ არ ჩაერევიან, მესმის რომ ტრამპი ჩქარობს, მესმის რომ ტრამპი ენამწარეობს, მაგრამ ჩვენ შევ დარჩეს ის გარკვეულ შემთხვევებში მართალიც არის ხოლმე და კი არ იმახსოვრებს, არამედ ეგრევე მიახლის ხოლმე სიმართლეებს, მის სიმართლეებს თუნდაც თქვათ ასე, მაგრამ ამ მის სიმართლეებში, აკი გითხარით, არის ლოგიკა და გარკვეულწილად სწორი. აღარაფერს ვლაპარაკობ მაგალითად ესპანეთის დღევანდელ ლიდერზე, რომელმაც უცებ, ესპანეთი არ არის სუსტი სახელმწიფო, ამბიციური სახელმწიფო, ის არ არის უკანასკნელი სახელმწიფო ევროკავშირის სივრცეში, მას აქვს საკმაოდ მძლავრი ეკონომიკა, არა პირველი, მაგრამ არც 42 თუ 27 ევროპის მასშტაბით, მოდი ასე ვიტყვი, პირველ 7-ში მაინც შედის თუმცა აღარ გადამითვლია, აღარ მინახავს, მაგრამ მასზე ძლიერი კონტინენტურ ევროპაში, ვინ არის? რასაკვირველი არის გერმანია, რასაკვირველი არის საფრანგეთი, რასაკვირველია და ალბათ არის იტალია, კიდევ რომელი ქვეყანა გახსენდებათ? აღმოსავლეთ ევროპაში, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი არის აღმოსავლეთ ევროპის ძლიერი სახელმწიფო, მე ვერ ვიტყვი, რომ პოლონეთის ეკონომიკა უფრო ძლიერია, არ ჩამიხედავს, კვლავ გავიმეორებ, ჰოლანდია, ნიდერლანდები ალბათ უფრო ძლიერია, ყოველ შემთხვევაში ნაკლები არ არის, მაგრამ ესპანეთი ძალიან ბევრ სახელმწიფოს ჯაბრის ეკონომიკითაც და თვითკმარობითაც, და მისმა ამბიციურმა ლიდერმა თქვა, რომ ჩაკეტავს ცას ამერიკის ავიაციისათვის, არ ანავარდებს ამერიკის ავიაციას ესპანეთის ცაზე, არ გამოაყენებინებს სამხედრო ბაზებს მათ შორის და ამას ბუნებრივია დაიმახსოვრებს, გულში ჩაიტოვებს, მით უფრო ასეთი ფიცხი, ასეთი მძიმე სიტყვიანი ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი მერე მარკო რუბიოს კი მოუწევს ალბათ გამოსწორება გარკვეული ფიცხი მესიჯებისა, დონალდ ტრამპის გარკვეული ფიცხი მესიჯებისა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მარკო რუბიო ახლა პრეზიდენტის და ვერასოდეს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ვერ წავა, უბრალოდ აშალაშინებს ხოლმე პრეზიდენტ ტრამპის, აკი გითხარით, მძიმე სიტყვებს. ეს არის პირველი, რისი თქმაც მინდოდა ამ ჩემს ვიდეო ბლოგში 5 წუთი ამოიწურა, ახლა მოდი კიდევ
მეორე 5 წუთი უნდა შემოგთავაზოთ, მეორე 5 წუთში კი ჩავატევ, გავაერთიანებ კი არა, ჩავატევ საქართველოს თემას. აკი გითხარით და ასე დავიწყოთ კიდევ ერთხელ, რომ გულში რომ იტოვებს ის სახელმწიფოა ზოგადად შეერთებული შტატები და გულში იტოვებს მათ შორის პარტნიორების ან პარტნიორებად რომ ეგულება იმ სახელმწიფოების ცალკეული ლიდერების სიტყვებსაც და ცალკეული ლიდერების გამონათქვამებსაც. ახლა ისმის კითხვა რასთან დაკავშირებით დაუკავშირდა, რა საკითხებთან, ან საკითხთან დაუკავშირებით დაუკავშირდა მარკო რუბიო პრემიერად წოდებულ ირაკლი კობახიძეს და ბევრი ლაპარაკობს ამ თემაზე, ბევრი მათ შორის მეც ამბობს, რომ აი მაგალითად დასმული იქნებოდა საკითხი სინდისისა და პოლიტპატიმრების თაობაზე, არ ვიცით საბოლოო ჯამში, ეს არის ჩვენი ერთი ვერსია, მრავალი ვერსიიდან, რაც გვინდა იმას ვაწვდით, ხშირ შემთხვევაში ფაქტი, ხელშესახები ფაქტი უბრალოდ არა გვაქვს. მაღალი ალბათობით ან გარკვეული ალბათობით წინ დავურთავთ ხოლმე ამ სიტყვებს, მაღალი ალბათობით პატიმრებზე, სინდისის პატიმრებზე ზითაისაურა მარკო რუბიომ, ირაკლი კობახიძესთან მოსთხოვა მათი განთავისუფლება, ზოგი იმასაც წერს, რომ დაახლოებით 2 კვირაში აგერ ნახავთ თუ არ განთავისუფლებიან სინდისის პატიმრები, თუ ირაკლი კობახიძე ჭკუა შერჩენიაო, თუმცა ჭკუა შერჩენია მეთქი ირაკლი კობახიძეს მეთქი ამას ძნელად თუ ვიტყვი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში მაინც ჩვენი ვერსიაა, რომლის ალბათობაც ამ ვერსიის სისწორის ალბათობა, მოდი ასე ვიტყვი, თუნდაც მაღალი იყოს, მაგრამ 100%-იანი არ არის. მეორე ვერსიის თანახმად ან სხვა ვერსიის თანახმად გარდა ამ საკითხისა და მეც ვლაპარაკობდი ამ თემაზე, მეც ვილაპარაკე ამ თემაზე. მარკო რუბიომ პრემიერად წოდებულ ირაკლი კობახიძესთან განიხილა ანაკლის ღვაწლოვანი პორტის საკითხი. მე თუ მკითხავთ, ამაზე რომ ესაუბრა, გაცილებით ნაკლები შანსია, თუმცა არც ეს არის გამორიცხული. მოდით უგნებავთ რაღაცა პროცენტული მაჩვენებელი მივცეთ, თქვათ, პატიმრებზე ილაპარაკა მაღალი ალბათობით ან 60%-ია ამის შანსი, ხოლო ანაკლის სპორტზე რამდენია 5%, 10, 20 და არა უმეტეს. კიდევ რა საკითხები შეიძლება შემოდიოდეს ამ დღის წესრიგში, მათ დღის წესრიგში, ირაკლი კობახიძე სხვას ამბობს, გადატვირთვაზე ამახვილებს ყურადღებას. ირაკლი კობახიძეს ნაკლებად უნდა ვენდოთ, ხოლო მარკო რუბიოს და მარკო რუბიოს ჯგუფს უფრო მეტად შეერთებული შტატებიდან ვრცელდება განცხადება იმის თაობაზე, ამ სატელეფონო საუბრის აღმწერი განცხადება, რომ კავკასიის რეგიონზე და შავ ზღვაზე ილაპარაკეს და მოდი ვილაპარაკოთ, რომ ანაკლიაც კი ბატონო იყო ჩართული ამ საკითხში, თუნდაც სინდისის პატიმრების ამბავიც იყო ჩართული ამ საკითხში, მაგრამ პირველ ყოვლისა, რასაკვირველია ილაპარაკეს შუა დერეფანზე და ტრიპზე, როგორც უფრო დიდი ალბათობით ტრიპზე, ანუ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ეს არის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ეს არის შუა დერეფნის ის განშტოება, და ეს არ არის მაგათ ქვერის ნებართვით ასე ვიტყვი, შუა დერეფნის სამხრეთის განშტოება, რომელიც სხვათა შორის ირანის ჩრდილოეთ საზღვარზე გადის, იმ ირანისა, რომელიც ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მათ შორის, იმიტომ რომ ირანში და კონკრეტულად ორმუზის სრუტიდან გადის მსოფლიო ნავთობის 40% და ტანკერზეა გაჭედილი და უბრალოდ შეუძლებელია წარმოუდგე ყოველში ამ ეტაპზე, რომ ეს ტანკერები დაიძრან და გაიტანონ ნავთობი ამ ორმუზის სრუტიდან შესრულდნენ და შესაბამისად გადაანაწილონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხო და სწორედ ჩვენ კი არ ვიცით კონკრეტულად რა ქვესაკითხი ან რა მნიშვნელოვანი საკითხი იქნებოდა დასმული რუბიოსა და რუბიოს მიერ კობახიძესთან საუბარში, მაგრამ მაღალზე ალბათობით კი არა 100%-იანი რწმუნებით, რაც შეგვიძლია რომ დავამტკიცოთ და ძახილის ნიშანი დავსვათ ამ წინადადების ბოლოს, ეს არის სწორედაც რომ ირანის კონტექსტი მარკო რუბიოს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეთანხმებით გამართავდა ამ დიალოგს ირაკლი კობახიძესთან, ბუნებრივია ყველა მესიჯი, ყველა გზავნილი გადათანხმებული ქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, ეს ერთი და მეორე მარკო რუბიოს ძალიან აინტერესებს რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს, მაგრამ გავარკვათ ერთის ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ არ გაგვექცეს სიტყვა მის საგინებლად, ახლა და იმიტომ რომ ახლა გინება ნაკლებად მნიშვნელოვანია, კრიტიკა გინება და უფრო საქმეს მივხედოთ ამ კონკრეტულ ვიდეობლოგში საქმიანი ნაწილი უფრო მეტი იყოს ვიდრე ემოციური ნაწილი და რა შეიძლება იყოს ამერიკის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, რასაკვირველია მარკო რუბიოს, ისევ როგორც შეერთებულ შტატებს ძალიან კარგად ახსოვთ მინიმუმ 2 ან 3 ფაქტი. ეს არის პირველი ფაქტი, რომ
ყოფილმა პრემიერმა ოლიგარქმა ივანიშვილმა არ მიიღო მარკო რუბიოს წერილი ამ არასრული 1 წლის წინ მაისის თვეში 2025 წლისა ეს ერთი ახსოვთ ის რომ სწორედ ირაკლი კობახიძე ორჯერ ზედიზედ ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობდა ირანს და იქ იყო სამძიმარზე და პანაშვიდ გასვედებაში ჩასული და ლამის ტიროდა ჰამასისა და ჰეზბოლას და ირანის ლიდერებთან ერთად და გლოვობდა იმ მომხდარ ამბავს ირანის პრეზიდენტის ლიკვიდაციის გამო და უშუალოდ დაღუპულ ლიკვიდირებულ ირანის პრეზიდენტს და მესამე ეს არის ახლახან მომხდარი ამბავი ისიარ შეერთებულ შტატებში ბუნებრივი ამის თაობაზე აქ მარტო ანძის განათებას არ გულისხმობ იმას რომ შეერთებული შტატებიდან სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაბრუნებული ლაშად არსალია მინისტრის მოადგილე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პირდაპირ ირანის საელჩოში მივიდა მეთქი ასე ვიტყვი და ჩააკეთა ჩანაწერი მიესალმა ირანის ისლამურ რესპუბლიკას 1979 წლის ირანის ისლამური რესპუბლიკის წლისთავს თქვა რომ ირანის სახელმწიფო ირანის ისლამური რესპუბლიკა არის უზარმაზარი მოვლენაო შინაარსით დაახლოებით ეს იყო თქმული მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგლოვეს პირდაპირ მნიშვნელობით ალი ხამენეის განადგურება ლიკვიდაცია და ბუნებრივია მარკო რუბიოს რომელიც გულში იტოვებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები იტოვებს ზოგადად ისე მისი სახელმწიფო მდივანის იტოვებს ამგვარს ამბებს ბუნებრივია ეს ყველაფერი ახსოვდა მაგრამ ამის მიუხედავად ის დაუკავშირდა ირაკლი კობახიძეს და სწორედ ირანთან დაკავშირებით ისაუბრა ჩვენ უბრალოდ არ ვიცით და ვერ წარმოგვიდგენია და არ შეიძლება ვიცოდეთ რა მინიმალისტური ლოჯისტიკური ამასაც ხაზგასმით ვამბობ ლოჯისტიკური დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს საქართველოს შეერთებულ შტატებს ამ ოპერაციის მეორე ფაზის პირობებში და დროს მეორე ფაზა კი გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციას ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ან სახმელეთო მინი ოპერაციის დაწყებას იმისთვის რომ სრულად გაკონტროლდეს ირანი ეს იქნება ძალიან რთული ამას ტრამპის ადმინისტრაციას ჰქონდა სურვილი რომ ყველაფერს აცდენოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მათ შორის იმის გამო, რომ ირანში საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა დახვდა და ბევრი მიმომხილველის აზრით ეს წინააღმდეგობა იყო მოულოდნელი, ანუ ერთგვარი მისკალკულეიშენი, არასწორი კალკულაცია მაინც მოხდა გარკვეულ შემთხვევებში, მაინც ტრამპი ამ სახმელეთო ოპერაციას ალბათ მაინც მოკლე ხნიანს ვერ აცდება, თუმცა გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, ახლა გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მედია საშუალებამ ამ ნახევარი საათის წინ, რომ ტრამპმა შეიძლება განიხილოს ოპერაციის უკვე ახლა დასრულების ორმუზის სრუტის გახსნის გარეშე ოპერაციის დასრულების საკითხი, მე სიმართლე გითხრათ, ამ უკანასკნელი ინფორმაციისა ნაკლებად ვიჯერა, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ავტორიტეტული მედია საშუალება ავრცელებს, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ამგვარ ავტორიტეტულ მედია საშუალებებს პრეზიდენტი ტრამპი ხშირად მიედავება ხოლმე fake news-ის გავრცელებაში, ანუ ტრადიციულ mainstream მედია საშუალებებსაც არ დაინდობს ხოლმე ეს ხშირად ენამწარე და ხშირად ენაჩქარი ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებისა. მოკლედ, ირანის თემა 100%-ით შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ხო არ ვესწრებოდი, ბუნებრივია, ან არ ვისმენდი ამ საუბარს. ირანის თემა იყო განხილული ირაკლი კობახიძისეული მოსაზრება იმის თაობაზე თუ პოზიცია, თუ პიარი, თუ შეფუთვა, რომ ეხლა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვაზე იყო ლაპარაკი, რომ საერთო ღირებულებები გვაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის bullshit, არ დაიჯეროთ, ეს არის არაფერი, ეს არის ტყუილი. ირაკლი კობახიძე არათუ ახლა ურთიერთობების გადატვირთვაზე ვერ გაუბედავდა მარკო რუბიოს ვერაფერს, არამედ იმასაც კი ვერ ეტყოდა, რომ ბიზინა ივანიშვილი დასანქცირებულია შეერთებული შტატების მხრიდან თუ მიერ და შტატებმა იქნება და კარგი იქნება თუ მოუხსნის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი, ანუ კოლეგა ბესენტი კონკრეტულად სანქციებს მარკო რუბიოს კოლეგა ბესენტი მოუხსნის სანქციებს ბიზინა ივანიშვილს ამის თქმასაც ვერ გაბედავდა ირაკლი კობახიძე ისევე როგორც ვერ გაბედავდა შეწინააღმდეგებას ან შეპასუხებას იმ შესაძლო ოფერებზე რომლებსაც გაუკეთებდა მას მარკო რუბიო სწორედ ირანის კონტექსტში. ახლა თავარი კითხვა არის ამგვარი შეუსრულებს თუ არა იმ თხოვნებს
საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება შეერთებულ შტატებს რა თხოვნებითაც, წინადადებებითაც მიმართა მარკო რუბიო მირაკლი კობახიძეს, ეს კვლავ ვიმეორებ, ჩვენ არ ვიცით როგორია, რა თხოვნებია, რას თხოვს შეერთებული შტატები ვაშინგტონი თბილის საქართველოს, მაგრამ რაღაცას როს თხოვს ლოჯისტიკურ საქმეებში, ამასაც ხაზგასმით ვამბობ და ეს პრინციპში რთული შესასრულებელი რომ არ არის, არ უნდა იყოს ნორმალური ხელისუფლების პირობებში ეს პრინციპში გასაგებია. ერთი შეხედვით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას უნდა რა ურთიერთობის გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან და შეერთებული შტატების მხრიდან თუ მიერ მისი აღიარება, მისი ლეგიტიმაციის აღიარება, ეს რა თხოვნაც არ უნდა იყოს, რა თხოვნაც არ უნდა იყოს, რა წინადადებაც არ უნდა იყოს, იოლად შესასრულებელი უნდა იყოს და ენთუზიაზმით უნდა შეეჭიროს ამ საქმეს ეგრეთ წოდებული ოფიციალური თბილისი, მაგრამ მეორე მხრივ ისმის კითხვა თუ საქართველო ამ თუნდაც იოტისოდე ნათხოვნას შეუსრულებს შეერთებულ შტატებს, ვაშინგტონს და კონკრეტულად მარკო რუბიოს, თუ გებავთ ასე ვიტყვი ტრამპისა და მარკო რუბიოს და ჯეიდი ვენსის ტრიოს ან ტანდემს ან დუეტს, ამ შემთხვევაში ხომ არ გამოიწვევს ეს მოსკოვის, ანუ რეალური პატრონების, ქართული ოცნების რეალური პატრონების გულისწყრომას წინასწარ აცნობებს თუ არა და ალბათ აცნობებს, მაინც გავბედავ და ასე ვიტყვი, თბილისი მოსკოვს, რომ ვაშინგტონს აქვს ეს თხოვნა მასთან, ანუ თბილისთან და მიიღებს თუ არა თანხმობას მოსკოვიდან, რომ კი ბატონო, ჯანდაბას ჩვენი თავი, ჯანდაბას თქვენი თავი შეუსრულეთ, ახლა ნუ გააფუჭებთ ურთიერთობას ვაშინგტონთან, იმიტომ რომ ვაშინგტონთან თქვენი ურთიერთობის განახლება ჩვენთვისაც ან მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება იწოდებოდეს დე-იურე ხელისუფლებად, აღიარებული იყოს ვაშინგტონი და რომელსაც ბევრი ქვეყანა ალბათ მაინც მიხვბაძავს თუ ვაშინგტონი ურთიერთობას, საქმიან ურთიერთობას დაამყარებს ოფიციალურ თბილისთან. აქ რასახსენებელია კონგრესმენი ჯო ვილსონი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მაინც დემოკრატიული ქვეყანაა და ჯო ვილსონის და სხვათა თავკაცობით, თაოსნობით ეს პარალელური მოძრაობაც მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის წინააღმდეგ, თუ ერთნი იმას ასაბუთებენ რუბიოს კარზე ან ტრამპის კარზე, რომ ახლა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას უნდა შევთავაზოთ რაღაცა, მეორენი იმას ამბობენ, რომ ანუ ვილსონი და არა მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორი, არანაირი საქმიანი ურთიერთობა რასაკვირველია არ უნდა დამყარდეს. აქვე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ღრმარწმენით, მე ჩაგიკითხავთ სწორედ მარკო რუბიოს ალ-ჯაზირას მისცა მან ინტერვიუ, რამდენიმე ციტატას პასაჟს მისი ინტერვიუდან, მოკლე პასაჟებს, რომლებიც ეხება სხვა ქვეყნებს, მაგრამ ერთგვარად ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. მაგალითად, როდრიგესი დატოვეს ვენესუელაში, იცით ეს როდრიგესი მადუროს მარჯვენა ხელი იყო, ამის მიუხედავად დატოვეს. ეს ბევრ კითხვას იწვევს დღესაც მსოფლიო, მათ შორის შეერთებული შტატების თანამეგობრობას საზოგადოებაში ეკითხებიან რუბიოს და არა მხოლოდ რუბიოს, ზოგადად ამერიკის მთავრობას, რომ კი მარა რატო როდრიგესი როცა იყო ვენესუელაში ოპოზიცია მადუროსი, ეს დამნაშავე ქალი, მაინც და მაინც რატომ დატოვეთ? პასუხი ამგვარ საკითხზე რუბიოსი არის ესეთი, ვენესუელაში ვხედავთ სამოქალაქო ცხოვრების აღდგენას, ანუ ადეკვატური მოთამაშეა ტულსი როდრიგესი, ახლა დამოუკიდებელ მედიას მუშაობის საშუალებას აძლევენ, რაც წარმოუდგენელი იყო მადურო როდრიგესის მმართველობის პირობებში, ასე ვიტყვი, მაგრამ დარჩა რა მარტო მადუროს გარეშე როდრიგესი, ის გახდა ადეკვატური მოთამაშე, იმიტომ რომ დაფრთხა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტპატიმრებს ან თავისუფლებენ, პოლიტიკური პარტიები კვლავ ყალიბდება. ეს არის მარკო რუბიოს პასუხი ვენესუელასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ შემთხვევაში ვენესუელაში მან დროებითი საყრდენი სიტუაციას ვინც დაასტაბილურებს და ვენესუელას გარკვეულ რელსებზე გადაიყვანს თუ გაიყვანს როდრიგესის სახით, მე მესმის რომ არ მოგწონს და არც უნდა მოგწონდეს არც გალბატონი როდრიგესი, არც მისი ძმა, ეს საბოლოო ჯამში დამნაშავეები, მაგრამ ეს გამოსავალი იპოვა ირანში, ეს გამოსავალი სამწუხაროდ ვერ იპოვა შეერთებულმა შტატებმა და აკი ამიტომაც გართულდა, მოდი ვიყოთ გულახდილები, ირანში ვითარება. სტაბილიზაციის შემდეგ ან სტაბილიზაციასთან ერთად მეორე ფაზა აღდგენის პერიოდი ეს უკვე ირანზეა, როცა ქვეყანაში ასეთი ებოდიში
ისე ვენესუელაში ჩვენ ამას ვხედავთ, ასევე ვხედავთ სამოქალაქო ცხოვრების აღდგენას. ეს პრინციპში გითხარით და გითხარით, რომ ალ-ჯაზირას მისცა ინტერვიუ. ეხლა ნახეთ, რას ამბობს კუბასთან დაკავშირებით, როგორც კუბასთან დაკავშირებით თქვენი სტებართით უფრო ვრცელ და სრულ განცხადებას წაგიკითხავთ. მარკო რუბიოს განცხადება სრულად წაგიკითხავთ, უფრო ზუსტი რო ვიყო და მე მოგიწოდებთ უკლებლივ ყველას, ვინც მომისმენთ ახლა სახელმწიფო კუბის სახელწოდების ნაცვლად ჩასვათ სახელმწიფო საქართველო და მიიჩნიოთ, რომ თითქოს საქართველოზე ლაპარაკობს, იმიტომ რომ ლაპარაკობს კუბაზე, რასაკვირველია, მაგრამ ერთ-ერთი ესადაგება თითქოს საქართველოს. ეხლა ნახეთ, მე კუბას როგორც არის განცხადებაში, ისე გაგაცნობთ. პრობლემა, რომელიც კუბას აქვს, ფრჩხილებში საქართველოს აქვს, ასე წაიკითხოთ, გთხოვთ, ძალიან ფუნდამენტური პრობლემაა და საჭიროა, რომ ეს მათ ესმოდეთ და ჩვენ ვცადეთ ამის ახსნა ნებისმიერისათვის, ვინც მოგვისმენს. ეხლა საქართველოზე გადმოიტანეთ, კობახიძესაც უხსნიან სავარაუდოდ, რომ პრობლემა, რომელიც საქართველოს აქვს, ძალიან ფუნდამენტური პრობლემაა და საჭიროა, რომ ეს მას კობახიძეს, ან მას ივანიშვილს, ან მას ქართულ ოცნებას ეს ესმოდეს. შეერთებული შტატები ლაპარაკობს ყველასთან, ეს არ ნიშნავს, რომ იმას, რომ ვისთანაც ლაპარაკობს, აუცილებლად აღიარებს. მათი სისტემა არ მუშაობს, ჩვენი სისტემაც არ მუშაობს. მათი ეკონომიკური სისტემა არ შემიძლია ამის აღწერა, თუმცა ასე მათი ეკონომიკური სისტემაც არ მუშაობს, არ შემიძლია მათი ამის აღწერა, თუმცა ისინი სრულიად დისფუნქციურია, ანუ წარმოუდგენთ, დიახ, დისფუნქციურია ჩვენი ეკონომიკაც, თუ ვინმე სჯერა ამ ბოდვებისა, რომ 9%-იანი თუ 9.5% გვაქვს ზრდა ეკონომიკური, ეს არის ბოდვა, ეს არის რუსული ფული უმეტესად, ეს არის ხშირ შემთხვევაში რუსული ინვესტიციები, ისიც დიდი რაოდენობით არა, ეს არის ფულის გათეთრებები, ეს არის რეინვესტიცია, ანუ არ გააქვთ საკუთარი კაპიტალით კი არა დივიდენდი, ინვესტორებს რეინვესტიციას ახდენენ და ასე შემდეგ. ბოლია 9%-იანი ეკონომიკური ზრდა და იქაც კუბაშიც არის გარკვეული, იყო ყოველ შემთხვევაში გარკვეული ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მარკო რუბიო ასე აფასებს, როგორც აფასებს. უბრალოდ არ წარმოადგენს ეს რეალურ სისტემას და მისი შეცვლა არ შეგიძლია თუ კი მთავრობას არ შეცვლი. ჩვენთანაც ასეა, ეს არ არის რეალისტური ეკონომიკური სისტემა და თუ მთავრობას არ შეცვლი, იმ მთავრობას, რომელსაც დაელაპარაკა აგე რუბიო, მაგრამ ელაპარაკა აგე გითხარით ირანზე და მხოლოდ ირანზე, ან მაღალი ალბათობით მხოლოდ ირანზე და ეს მთავრობა ღმერთმა უწყის, იქნება თუ არა პარტნიორი შეერთებული შტატებისა და ალბათ უფრო არ იქნება, იმიტომ რომ მოსკოვი ამ ბრძანებას, ამის ნებართვას მას არ მისცემს. მოკლედ ამ მთავრობასაც უნდა შეცვლა, როგორც იმ მთავრობას კუბაში, ისე ამ მთავრობას და წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა ვერ გამოსწორდება. მაგალითად, ერთი კვირის წინ მათ თქვეს, რომ ახლა კუბელ ამერიკელებს კუნძულზე ინვესტიციების ჩადება შეუძლიათ, რაში ინვესტირება. ქვეყანაში, რომელსაც აქვს თვითნებური კანონები და სასამართლოებისა და სამართლის ჩამოუყალიბებელი სისტემა, ასეთ რამეში ინვესტიციას ვინ ჩადებს, თითქოს კუბაზე ლაპარაკობს და თითქოს საქართველოს გულისხმობსო სახელმწიფო დივანი. ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ გექნება, მარკო რუბიოს სიტყვებია, მე არ ვამბობ ამას, სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. თუ კი გარკვეულწილად მნიშვნელოვან დონეზე პოლიტიკური თავისუფლება არ გაქვს. დიახ, ვერ გექნება ეკონომიკური კეთილდღეობა, რაცა უნდა 17 იგლ ჰილსი ჩამოიყვანოს და 6 მილიარდი ჩადოს 17 იგლ ჰილსმა კრწანისსა თუ გონიოში თუ მთელ საქართველოში და რაჭაში, აჭარაში და კიდე რა ვიცი ჭორბილაში, ხო ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ გექნება თუ არ აგაქვს პოლიტიკური თავისუფლება და პოლიტიკური თავისუფლება კუბაზე თუ კუბაში და პოლიტიკური თავისუფლება საქართველოში შეზღუდულია იქ სხვა ხელისუფლების და აქ კი ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ. თუ ქვეყნის ისევ მარკო რუბიო ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებამ სურს და არ მომწონს რეგულაციები ან წესები, რომლებსაც მთავრობა იღებს და მე მაფერხებს ეს ყველაფერი, უნდა მქონდეს უნარი, რომ ამის შესახებ საჩივარი შევიტანო. და ამ ქვეყანაში ამის შესახებ უკმაყოფილების გამო ამას ყველაფერს ვერ ვაკეთებ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვსვათ, იმიტომ რომ მე ციხეში ჩამსვავენ აქ პოლიტიკური ოფლებების რეალიზაციისთვის, პოლიტიკური მოთხოვნები ვისაც აქვს,
პოლიტიკოს თუ არა პოლიტიკოს, ყველას ციხეში ადურთინებს ხოლმე თავს, სწორედ ის კობახიძე, რომელსაც მარკო რუბიო დაუკავშირდა, ამაზე ნაკლები სავარაუდო რომ ამ თემაზე ელაპარაკა, ელაპარაკა, მაგრამ მისი ადეკვატურობის ხარისხს კი ამოწმებს ირანის კონტექსტში ვიტყვი ასე და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ივანიშვილი ვერ იქნება მოსკოვისაგან დამოუკიდებელი. მეთქი ეს კი იმ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დავიწყე ვიდეობლოგი იმით გავაგრძელებ ახლა რომელიც გულში იტოვებს ამა თუ იმ ხელისუფლების, ამა თუ იმ ქვეყნის არასწორ ქმედებას ესპანეთისა, ბრიტანეთისა, ანუ ამბიციური ქვეყნებისა, გერმანიისა, საფუძვლიანად ამბიციური ქვეყნებისა ხო წარმოგიდგენიათ როგორც ჩაიტოვებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ცალკეულ არასმართლზომიერ გადაწყვეტილებებს ან პირიქით გადაწყვეტილების ვერ მიღებას, ან პირიქით იმას, ან დამატებით იმას, რაც უკვე ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ, არ მიიღო ივანიშვილმა წერილი, სამძიმარში წავიდა ორჯერ 40-სა და სამძიმარში წავიდა პრემიერად წოდებული კობახიძე, ანძა გაანათეს და რაღაცა ხამინეის გარდაცვალების თუ ლიკვიდაციის გამო იტირეს ისე როგორც მოჩთაბა ხამინეის არ უტირია, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი საერთოდ ცოცხალია თუ არა, ღმერთმა უწყის, კობახიძე ცოცხალია მისგან განსხვავებით ნამდვილად. ვიტყვი ასე ისევ მარკო რუბიო, ისევ კუბაზე და ისევ უნდა ვიგულისხმოთ საქართველო მე მაფერხებს უნდა მქონდეს ესე იგი მე მაფერხებს ხო? ციხეში ჩაქსვავენ, ასე რომ ჩემი აზრით თუ კუბას უნდა რომ ამ ორმოდან ამოვიდეს, რომელშიც ისინი რეჟიმმა მოახვედრა, მათ რეალურად ესაჭიროებათ ძალზე სერიოზული რეფორმების გატარება. როგორც მთავრობაში, ისე ეკონომიკაში თუ ამას იზამენ, ჩვენ მათ დავეხმარებით ამას ამბობს სახელმწიფო მდივანი ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში, ანუ ის მარკო რუბიო, რომელიც მანამდე, ანუ ინტერვიუმდე 1 საათით ადრე ან 1 საათის შემდეგ ესაუბრა ირაკლი კობახიძეს ნაკლებად ამ საკითხებზე, მაგრამ შეამოწმა ეს არა ჩემი მოსაზრებით და ობიექტურადაც არაადეკვატური კაცი, რომელიც დასაკვირველია გავარდებოდა იმავე დღეს, ან ჩამოეკიდებოდა ტელეფონზე და ამ ყველაფერს მოახსენებდა ბიზინა ივანიშვილს, რომელიც ძალაუფლების ბერკეტებს ხელიდან არ გაუშვებს და ჰგონია რომ მაგარია, ასე ჰგონია ბევრს, სხვათა შორის ეგონა ბევრს და ჰგონია ბევრს და შეერთებული შტატები მისთვის არ მოიცლის, გადაგორდა ეს ამბავი და ახლა შეუძლია რუსული ან რუსულ-ჩინური ან რუსულ-ჩინურ არაადეკვატური თამაშის თამაში. ამერიკა კი გულჩათხრობილი, გულში რომ იტოვებს ის სახელმწიფოა და თუ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს თვალნათელ შედეგებს არ დაინახავს ამერიკის შეერთებული შტატები და არ დაინახავს რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა, ფორმალურმა ლიდერმა დასკვნები გააკეთა და დიპლომატიურ გზავნილებს, ხადია დიპლომატიური იქნებოდა, იმიტომ რომ ეხლა კობახიძეს არავის არ შეაგინებდა, ეხლა დროზე გააკეთა ის შენი ასემც და ასემცო, ამას არ ეტყოდა, რასაკვირველია მარკო რუბიო, კულტურული კაცია, სხვა თუ არაფერი და დიპლომატია საერთოდ რაღაც ბილდ სიტყვაობას, ხოშ დასავლური დიპლომატია არ მოიცავს და არ გულისხმობს. დიპლომატიურად ეტყოდა, თუ წაიკითხა კობახიძემ, ხო წაიკითხა, თუ არ წაიკითხა და ვაის შეიძლება მოხვეს ვუი. აქ ცვლილებები გარდაუვალია, შეერთებული შტატები უკვე სხვა მიზეზის გამო შესაძლოა, მაგრამ უკვე აქცევს ამ რეგიონის ყურადღებას და ამ რეგიონის ოდესღაც წამყვან სახელმწიფოს საქართველოს, რომელსაც ვუყვარ, რომ არაადეკვატური ხელისუფლება ჰყავს. დე-ფაქტო ხელისუფლება გულჩათხრობილი შეერთებული შტატები, გულში რომ იტოვებს რაღაცებს ის შეერთებული შტატები კი მტერს და ავს არათუ საქართველოს, არამედ საქართველოზე ბევრად ძლიერ ესპანეთსაც, ბრიტანეთსაც კი არ უსურვებ შეპირისპირებას შეერთებულ შტატებთან. ყველაზე მძლავრ სახელმწიფოსთან ყველა დროის სახელმწიფოებს შორის, ამასაც თამამად ვამბობ, ისტორიკოსები ნუ მომედავებით, თორე აქ უპირატესობა მიხდება ამ შემთხვევაში თქვენთან. ნახვამდის.